მოდის საერთაშორისო დღე, სადაც ეს ყველაფერი იქნება დღეს, სადაც თქვენი საყვარელი შინაური და მიკედლებული ცხოველებისთვის მიიღებენ უფასო ვაქცინაციას სოფის საწინააღმდეგოდ. თუ რა არის ამ ღონისძიების მიზანი, გვეტყვის ნინო მჭედური. დილამშვიდობის ნინო. ნინო, დილამშვიდობის. ნინო. გესმის ჩვენი ხმა? დილამშვიდობის. მოგვიყევი ახლა რა? კარგად მესმის. რა ხდება მან და როდის იწყება ღონისძიება? როგორც აღნიშნე, კი, მაკო ნამდვილად 28 სექტემბერია დღეს და დღეს არის ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. საქართველოს უკვე ტრადიციულად მე-6 წელია, რომ ამ ბრძოლაში ერთვება და არც ეს წელი აღმოჩნდა გამონაკლისი, თუმცა არსებობს ერთი მაგრამ, ამინდი არ გვიწყობს ხელს, ამიტომ დაგეგმილი იყო ეს ვაქცინაცია ვაკის პარკში, ამიტომ ცოტა გეგმები კი შეიცვალა, თუმცა არ გადადებულა, რაც მთავარია, ჩემთან ერთად ახლა იმყოფება ბატონი ბასიო ბასილაძე, რომელიც უკეთესად მოგვიყვება, თუ რა გეგმები აქვს და დღეს არა ვაკის პარკში, არამედ სხვა სივრცეში გადაინაცვლებს ეს ვაქცინაციის პროცესი. დილამშვიდობის. მოგესალმებით და რომ მოგვიყვეთ უკეთესად, სად შეუძლიათ დღეს რომ მოგბრძანენ შინაური თუ მიკედლებული ძაღლის და კატის პატრონები და სად გაიკეთონ ეს უფასო ვაქცინაცია თავად თქვა. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თემების პოპულარიზაციისთვის. იმდენად, რამდენადაც სოფი არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას აღუდგენელი ფორმით და ის ლეტალობით თავდება. ამისათვის აუცილებელი არის პრევენცია. პრევენციას მე დავყოფდი ორ ნაწილად. ერთი არის უშუალოდ ვაქცინაცია და მეორე არის საინფორმაციო კამპანია. ამისთვის უღრმესი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. აუცილებელი არის რომ ჩვენი ცხოველები იყვნენ ვაქცინირებული, რომ მათგან ეს საშიშროება ჩვენზე არ გადმოვიდეს ადამიანებზე. ვაქცინაცია როგორც წესი წელიწადში ერთხელ უტარდება ცხოველებს. 28 სექტემბერი ტრადიციულად სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს ამ დღეს სოფის საწინააღმდეგო დღეს. სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვიმართლა დღევანდელ დღეს, როგორც ხედავთ ამინდი ცოტათი მკაცრი დადგა დღეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკან ვიხევთ რამეზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი მდებარეობს ქალაქ თბილისში, მარშალ გელოვანის 6 ნომერში. ნებისმიერ დროს დედაქალაქის მაცხოვრებლებს შეუძლიათ მობრძანდნენ, მოიყვანონ თავიანთი შინაური ბინადარი ცხოველი თუ მიკედლებული ცხოველები და ჩვენ მათ რა თქმა უნდა უფასო ვაქცინაციით, ასე ვთქვათ, გაუმასპინძლდებით, ავცრით ცხოველებს. რაც მთავარი არის, უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა მოვერიდოთ ყოველ შემთხვევაში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოუწოდო მაყურებელს, რომ კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ სოფი არის ძალიან საშიში დაავადება. ხშირ შემთხვევაში ის გადადის უმეთვალყურეო ცხოველებიდან ადამიანებზე, ანუ ადამიანების დაინფიცირების ფაქტს ვამბობ. ამიტომ უმეთვალყურეო ცხოველებს მაინც უნდა მოვერიდოთ. თუ რა თქმა უნდა ცხოველმა დაგვკაცრა, დაგვკბინა, ან მოხდა არასასიამოვნო კონტაქტი, ძაღლთან აუცილებელია რომ მივმართოთ ქირურგ რადიოლოგს, რადგან მისგან მოვისმინოთ უკვე კომპეტენტური რეკომენდაციები და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია ადამიანს ესაჭიროება თუ არა ვაქცინაცია. როგორც უკვე აღნიშნე 6 წელია ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა შედეგი გამოიღო ამ პროცესმა, გვაქვს თუ არა? ძალიან კარგი შეკითხვა არის. ზოგადად ეს დღე 2007 წლიდან აღნიშნება მსოფლიოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით. საქართველოში ეს დღე 2013 წლიდან მოდის. შესაბამისად 2013 წლიდან გააქტიურდა სახელმწიფო ცოფთან ბრძოლის უფრო მასშტაბური ღონისძიებებით. 2013 წელს აიცრა 124,000 ცხოველი, ხოლო წელს სექტემბრის მონაცემებით 220,000-ზე მეტი ცხოველი არის აცრილი, რაც თავის მხრივ მასშტაბებზე საუბრობს. ჩვენ ასევე ლაბორატორიულ კვლევებს ვატარებთ მონიტორინგის გულისთვის და ამ მიმართულებით 66%-იანი შედეგი გვაქვს, ანუ 2013 წელთან შედარებით 2018 წელს 66% დაიკლო საქართველოში ცოფმა ცხოველებში. ანუ ეს დიდი მიღწევა არის. ასევე მინდა გითხრათ, რომ ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2015 წელს დაიწერა სტრატეგია, რომელიც 2030 წლისთვის ცხოველებიდან, ძაღლებიდან ადამიანებში ცოფის გადადების აღმოფხრას გულისხმობს. წინა კვირას, ანუ ამ კვირას საქართველოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ
დაორგანიზა, ასე ვთქვათ და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ამ შეხვედრაზე იყო ზუსტად აი ამ სტრატეგიის პირობები, დეტალები, სამოქმედო გეგმა და ასე შემდეგ. ამ შეხვედრაზე 12 სხვადასხვა ქვეყნის ვეტერინარი მონაწილეობდა და ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ერთ-ერთი ასევე შეხვედრაზე საკითხი იყო მაწანწალო ცხოველების უმეთვალყურეო და უპატრონო ცხოველების პოპულაციის მენეჯმენტის მართვა და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს უკვე რეგიონში ვეტერინარიის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სხვადასხვა ღონისძიებებით და მათ შორის არის ერთ-ერთი სოფთა ბრძოლა. ძალიან დიდი მადლობა, მე წარმატებას გისურვებ და იმედი მაქვს, რომ შეფერხება არ იქნება არანაირი. თუმცა ერთსაც დავამატებ თქვენი ნებართვით, ეს ღონისძიება მარტო დედაქალაქში არ ტარდება, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში ლოკაციები არის. ეს ლოკაციები შეგვიძლია მოვიძიოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ან Facebook გვერდზე და თუ რა თქმა უნდა ამინდი ხელს უწყობს იმ კონკრეტულ ქალაქს, იმ ლოკაციაზე აუცილებლად უნდა მივიდეთ, მივიყვანოთ ჩვენი ცხოველები და აუცილებლად ავცრათ სოფლის საწინააღმდეგოდ. ძალიან დიდი მადლობა. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს 28 სექტემბერს ვაქცინაციის პროცესი 11 საათზე დაიწყება და 3 საათამდე გაგრძელდება და ეს პროცესი არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს ყველა დიდ დედაქალაქს ეხება. მადლობა ძალიან დიდი მადლობა ნინო და ნამდვილად ყურადღება ამბავი არის და აკეთებენ. პრინციპში იოლი არ არის რთული რომ ავცრათ ჩვენი ცხოველები და არაფერი არ არის მაგაში რთული ნამდვილად და უნდა უსაფრთხოება ადამიანებისთვის, უსაფრთხოება ცხოველებისთვის. მე გადავჭირო ძალიან მნიშვნელოვანია აცრა ხო.